ჰონგ-კონგი 10,000 საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. 4 შაბათს 26 თებერვალს ჰონგ-კონგის ფინანსთა მდივანმა პაულ ჩანმა მედიას განუცხადა, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით საჯარო მოხელეების გათავისუფლებასა და მათ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს იმისთვის, რომ ფინანსური დეფიციტი აღმოფხვრას. პაულ ჩანის თქმით, 2024 წელს ჰონგ-კონგის ფინანსური დეფიციტი 11,2 მილიარდი დოლარი იყო და ეს სტაგნაცია უკვე 3 წელია გრძელდება. 2027 წლისთვის ჰონგ-კონგის საჯარო მოხელეთა რაოდენობის 2%-ით შემცირებას გეგმავს, რაც 10,000 თანამშრომელს მოიცავს. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ სამთავრობო ხარჯები. ეს დეფიციტის აღმოფხვრის საშუალებას მოგცემს. სწორედ ამიტომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 2027-დან 2028 წლამდე სახელმწიფო ხარჯების 7%-ით შემცირებას შევძლებთ. გჯერა რომ გვაქვს გეგმა, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები, სწორი მიმართულებით ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ჰონგ-კონგი 25 მილიარდ დოლარს გამოყოფს. შემოსავლების გასაზრდელად აგრეთვე იგეგმება აეროპორტიდან მგზავრობის გადასახადის 15 დოლარიდან 26 დოლარამდე გაზრდა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე ჰონგ-კონგი სხვადასხვა ეკონომიკურ პრობლემას ებრძვის. უძრავი ქონების ფასი 30%-ით დაეცა, ხოლო რეზერვები 12%-ით შემცირდა.